აუ ბეცან დაღრილი ვარ ამ ბოლო ხანში ვერც ვერაფერზე ვერ ფოკუსირდება ერთ TikTok-ში ამბობენ რომ ADHD შეიძლება კონდესო სად იყო მაგი HDMI-ები ჩემ დროს დაიძინა შენ ჭირიმე და გაგიბლის კარგი ხო TikTok-ის ტრენდების გამო შეიძლება ფიქრობ რომ ყველა ვინც ADHD-ზე საუბრობს ამას ნახვების გამო აკეთებს ასეთი ვიდეოების ნახვის შემდეგ თვით დიაგნოზის საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არა. ამიტომ ახლა ამ ეჭვების გასაფანდად გეტყვი 4 ძირითად სიმპტომს, რომელიც ADHD-ს ახასიათებს. პირველი, ადამიანს უჭირს დეტალებზე კონცენტრირება. თუ გგონია რომ შენი მეგობარი შენს ნარჩევ ფილმებსა და წიგნებს შეგნებულად არ უყურებს ან არ კითხულობს, შეიძლება მას უბრალოდ კონცენტრაციის პრობლემა აქვს და ვერ ახერხებს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. მეორე, ერთი და იგივე მუსიკის მუდმივი მოსმენა. შესაძლებელია ადამიანები ყოველგვარ მიზეზ გარეშე ვიკვიადებთ ხოლმე რაიმე მუსიკას, მაგრამ შესაძლებელია ეს ADHD-ის სიმპტომი იყოს. ასე დროს ადამიანები ცდილობენ შფოთვა შეიმსუბუქონ და წინასწარ განჭვრეტადი გარემო შექმნან, რის გამოც ისინი ემოციურ სტაბილურობას ინარჩუნებენ. მეოთხე, დროის მართვის სირთულე. გიჭირს დროის სწორად გადანაწილება, აგვიანებს შეხვედრებზე, გავიწყდება მნიშვნელოვანი საქმეები, ან ამჯობინებ რომ ეს საქმეები ბოლო მომენტამდე გადადო. შენ კიდევ რა სიმპტომები გაგიგია ADHD-ის შესახებ, დაგვიწერე კომენტარებში. და შენ თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე ADHD-ს ნამდვილად არ გაქვს.